Ვითხარით მოკლედ თქვენ რა ინფორმაციაც გაქვთ, რა მთავარი გამოწვევები არის ახლა გურიაში, რა მთავარი პრობლემების წინაშე არიან მოქალაქეები? მთავარი პრობლემა ის არის, რომ ძალიან დიდი ნალექი მოვიდა, გურულები არ ელოდებოდნენ ამ ნალექს ასეთი დიდი სახით, რატომღაც ისეთი ამინდები იყო მთელი ზამთრის პერიოდში, რომ აი ტყემლებიც კი უკვე გაკვირტული იყო და რატომღაც ხალხს ეგონა, რომ აი ასე არ გათოვდებოდა. თუმცა ერთი კვირით ადრე მაინც ვიცოდით, რომ ნალექი იქნებოდა, თოვლის სახით მოვიდოდა ეს ყველაფერი და ხალხს, რომელსაც ძალიან დიდი შემოსავალი არ აქვს, რითი მოემზადოს. ეხლა სხვადასხვა მეზობლები მეუბნებიან, აი საჭმელი ვიყიდო თუ შეშა ვიყიდო, აღარ ვიცი რა გავაკეთოთო და რადგანაც პრობლემა საჭმელი იყო და გათხოვებას რაღაცნაირად უზრუნველყოფენ, აი ჩვენმა მეგობრებმა დავიწყეთ ეხლა ამ წუთად სამზადისი გვაქვს სახლში, დილიდან საჭმელებს ვაკეთებთ, რომ სხვადასხვა მოსახლეობას მარტოხელა მოხუცებთ ბავშვები, ვისაც ყავთ, საჭმელები გავაკეთოთ, მივაწოდოთ წყალი და სხვადასხვა საჭირო ინვენტარი და აი მინდა გითხრათ, რომ აი ეხლა ველოდებით მოხალისეებს, რომლებიც ქუთაისიდან, თბილისიდან მოდიან, თუმცა აი ამ ადამიანებსაც ხო უნდა სჭირდებათ ხო დახვედრა და აი ყველანაირად ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ფონდები გვეხმარება, აი მაგალითად ნანუკას ფონდმა ძალიან დაგვეხმარა და ეს ხალხის ნანუკამ დაწერა, რომ 2 მოხუცი გამოიყვანეს ნატანებიდან. გურიის სოფლებში როგორც ჩანს განსაკუთრებით არის ხომ პრობლემები შექმნილი. 85 წლის ადამიანი ვეტერანი ითხოვს დახმარებას, ასევე 2 ბავშვით მარტო სახლში დარჩენილი მოქალაქე, რომლებიც წერენ აი მოხალისეების ლანჩხუთის ახლოს მაღალმთიანი სოფლებია და აი ბავშვები ყავთ, რომელსაც ყვება სჭირდებათ. აი ნანუკამ დაგვეხმარა, მაგალითად ნანუკას ფონდმა დაგვეხმარა, რომ ამ ბავშვებისთვის ჩვენ საკვები გვეყიდა, სხვათა შორის ძალიან ძვირად ღირებული საკვები, სხვადასხვა ჰიგიენის საშუალებები და აი არ ვიცი კიდევ თოვს და ალბათ გურიაში ერთადერთი პირველი თოვლია, რომელიც არავის აღარ გვიხარია, იმიტომ რომ ჩვენი თანამოქალაქეები და ჩვენი მუნიციპალიტეტში არსებული ხალხი ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში. ჯარი ხომ არ გამოჩენილა უკვე ადგილზე, გაიცა დღეს ბრძანება, რომ ისინი ჩაერთვებიან სწორედ მართვაში ამ ვითარების ცალკე თემა მანამდეც შეიძლებოდა თუ არა ეს, მაგრამ ხომ არ გამოჩნდნენ უკვე ადგილზე მოქალაქეების დასახმარებლად. მესამე დღეა რაც თოვს და ცოტა ადრე რო ყოფილიყო ეს ჯარი ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა რაღაც შევამჩნიეთ რაღაც სხვადასხვა ავტომანქანები დადის, მაგრამ როგორც ასეთი ჯარისკაცები ჯერჯერობით ამ წუთას მოვედი სახლში, პროდუქტები მოვიტანე და ჯერჯერობით არა, მაგრამ ალბათ გზაშია და გზები არაა გაყვანილი და ჯარისკაცები მარტო რას იზამენ, ხო? ანუ ჭირდება ტექნიკა, ჭირდება ხა ჯარისკაცი ჩამოვა ლანჩხუთში, მაგრამ იქ სახლი რო თოვლისგან გაანთავისუფლონ, ამისათვის მეტად მნიშვნელოვანია გზა იყოს გაყვანილი და იმუშაობდეს. კი ბატონო, მადლობა.